ყოფილი იმისთვის, რომ მძიმე წონიანმა ტრაილერებმა იაროს და ფაქტიურად ავარიულ მდგომარეობაშია რამოდენიმე სახლი. ქართული ოცნების პრესსპიკერმა დღეს კახეთის რაიონებში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი შეაჯამა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის წევრები რეგიონისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლას თავად გეგმავენ. ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თბილისის აეროპორტიდან საფრანგეთში გაბრუნებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ საქმით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა. ქართული ოცნების პრესსპიკერი არჩევნების თემასაც შეეხოდა კოალიციის სახელით მზადყოფნა გამოთქვა. არჩევნო პერიოდში ქსევის წესების შემოღებასთან დაკავშირებით მოძრაობა ეს შენ გეხება წინადადება განიხილონ. ფანჯიკიძემ დღესვე ხელისუფლებას პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა. კოალიციის პრესსპიკერმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ძმები ბერძენიშვილები და სოზარ სუბარი ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ვერ მოხვდნენ. შტაბში მუშაობა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანიც ვიდრე მაჟორიტარების კანდიდატების გარკვეულ ოლქებში მუშაობა. ბევრი ცნობილი სახე, რომელსაც იგი გასაკვირველია ძალიან აფასებს, ჩაება საერთო შტაბის მუშაობაში და მათ შორის არიან ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ.